ორშაბათს დილით ისტორიული UFC პირდაპირ თეთრი სახლის ეზოში გაიმართა. ტურნირს UFC 250 Freedom ერქვა, რაც ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის 250 წლის თავთან სიმბოლურად იყო დაკავშირებული. რეალურად კი დამოუკიდებლობის 250 წლის თავს 4 ივლისს აღნიშნავენ. გრანდიოზული ღონისძიების მთავარ შეხვედრაში ერთმანეთს მსუბუქი წონის ჩემპიონი ილია თოფურია და ჯასტინ გეიჯი დაუპირისპირდნენ. ბრძოლა 4 რაუნდს გაგრძელდა. სამწუხაროდ თოფურიამ კარიერაში პირველი მარცხი განიცადა, ხოლო გეიჯი მსუბუქი წონის ჩემპიონი გახდა. თვითონ ეს ამბავიც დაუჯერებელი ჩანდა, იმდენად მოულოდნელი იყო გეიჯის გამარჯვება, მაგრამ ამ ყველაფერს ქართულ სოციალურ ქსელებში ისეთი გამოხმაურება მოყვა, რომ წაგების ფაქტი შეფასებებმა გადაფარა. ილიას მარცხის მიზეზად უამრავი შეთქმულების თეორია დაიწერა. მათ შორის იყო წყალში რაღაც ხსნარის გარევა, გეიჯის დოპინგი, ხელთათმანებში რაღაც მტკიცე საგანიედო, ილიას ორეული იბრძოდა, თეთრ სახლში არ უნდა გაემარჯვებინა, ქართველს მხოლოდ ამერიკელს უნდა მოეგო და ასე შემდეგ. იქნებ ბუჩერს დაუვარდა ვიზდოზა, როცა დაახლოებით 2 კვირის წინ ოვალურ კაბინეტში ჰოუმლენდერს ცემდა და ეს იპოვა მერე ჯასტინ გეიჯი. ხუმრობა იქით იყოს, რეალურად არავის არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ გაგვაჩნია, ამიტომ შეიძლება ამ შეთქმულების თეორიებიდან ერთი ან ორი კომპონენტი რეალობას შეესაბამებოდეს. ზოგადად არაფერი არის გამორიცხული, მაგრამ მე დღეს ვაპირებ ჩემი თვალით დანახულ UFC Freedom-ზე გესაუბროთ, ხოლო ნებისმიერი განსხვავებული აზრი ან თქვენი შეხედულება შეგვიძლია კომენტარებში ერთად გავარჩიოთ. სანამ ვიდეოს გავაგრძელებთ, შეგახსენებთ, რომ ჩვენი არხის მხარდამჭერი არის კეტოგენჯის ერთ-ერთი გამორჩეული პროდუქტი Brain Optimizer-ის სახით. ის გვეხმარება ჩვენ ფოკუსირებაში, აზროვნების სისწრაფეში, ახალი მასალის სწრაფად ათვისებაში და თრგუნავს სტრესს. მიხარია, რომ სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი ინტერესდება აღნიშნული პროდუქტით და კმაყოფილები არიან, ამას გამოხატავენ ჩემთან პირად მიმოწერაში. შესაძენად შეგიძლიათ მიბრძანდეთ ვაჟა-ფშაველას 12-ში ან გამოიწეროთ საიტიდან. ზოგადად შერეული საბრძოლო ხელოვნებები არა მხოლოდ ჩვენი საზოგადოებისთვის, არამედ დანარჩენი სამყაროსთვისაც შედარებით ახალი ხილია. ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტია, შესაბამისად იმ განვითარების იმ სტადიაზეა, როცა ცალკეულ მებრძოლებს ან ცალკეულ მოვლენებს შეუძლია უამრავი ადამიანის შემოსევა. ასეთი ჩემს მეხსიერებაში ყველაზე მასშტაბური მოვლენა იყო კონორ მაკგრეგორი, რომლის გამოჩენამ UFC-ში მილიონობით ახალი გულშემატკივარი მოიყვანა, ხოლო ქართველებისთვის ილიასა და მერაბის ისტორიულმა გამარჯვებამ უზრუნველყო ის, რომ ჩვენი საზოგადოება ამ სპორტს კიდევ უფრო დაუახლოვდა. ახალი გულშემატკივრები ყოველთვის მისასალმებელია, მაგრამ ამას ახლავს ერთი პატარა პრობლემა. ხშირად ახალი გულშემატკივრებისთვის საწყისი წერტილი იწყება იმ მომენტიდან, როცა ისინი გახდნენ ფანები და ნებისმიერ მებრძოლს თუ ტურნირს თუ ორთაბრძოლებს აფასებენ ამ პრიზმიდან. რას გულისხმობ, იცით, რომ ახალი ფანების მხოლოდ მცირე ნაწილი ინტერესდება რა ხდებოდა ამ სპორტში იქამდე, სანამ ისინი გამოჩნდებოდნენ. ანუ მხოლოდ დღეს ვინც არიან მებრძოლები, ამად გარშემოტრიალებს ამ სპორტის სამყარო, თუ მანამდეც იყვნენ არანაკლებ დიდი ვარსკვლავები, მანამდეც ტარდებოდა უზარმაზარი ბრძოლები და ასე შემდეგ. ამ შემთხვევაში ჩემი მიდგომა არის ძალიან მარტივი. ვინმესთან ირონიით და დამცინავი ტონით საუბარს, მაშინაც კი როცა ვხედავ, რომ ადამიანი ამ სპორტში არის ახალი და არაფერი არ იცის და თავის სიმართლეს გიჟურად ამტკიცებს, მირჩევნია დაუჯდე და ვესაუბრო და აუხსნა რა როგორ არის მოწყობილი, იმიტომ რომ სინამდვილეში ორივეს ამ სპორტის სიყვარული გვაერთიანებს. ეს ვიდეოც დაახლოებით ასეთი იქნება. ვისაუბრებ როგორც გურუებისთვის, ისე ახალი გულშემატკივრებისთვის და ერთად ვცადოთ რაღაცები სხვა თვალითაც დავინახოთ. თანმიმდევრულად რომ გავყვეთ დღევანდელ ამბავს, სანამ ბრძოლამდე მივდივართ, ხო? არაერთი კომენტარი შემხვდა, რომ ტრამპი რომის იმპერატორის ამპლუაში იყო და საკუთარ თავს და ოჯახს თავის სამფლობელოში გლადიატორთა დაპირისპირება მოუწყო. თან შეგახსენებთ, ბრძოლის დღეს ტრამპის დაბადების დღე იყო. შეუძლია თუ არა ახალმოსულ გულშემატკივარს ასე ფიქრი? რა თქმა უნდა, რომ კი, იმიტომ რომ აქამდე თეთრი სახლის ეზოში ტურნირი არასდროს ჩატარებულა. და ისედაც სპორტის ფანებში ეს იდეა დიდად პოპულარობით არასდროს სარგებლობდა, რადგან ადგილები იყო შეზღუდული. ამიტომ მხოლოდ იმპერატორის ოჯახის წევრებს და ერთგვარ პატრიციებს შეხვდათ სანახაობა. თუმცა ნახეთ, ტრამპი UFC-ს ტურნირებს ესწრებოდა გაპრეზიდენტებამდეც კი. ის ორგანიზაციის პრეზიდენტის დანა ვაითის ახლო მეგობარია. ვაითი მის საარჩევნო კამპანიებშიც ხშირად ჩანდა და ჯერ კიდევ პრეზიდენტობის პირველ ვადაში ტრამპი UFC-ს როგორც ორგანიზაციას ისედაც ეხმარებოდა. უფრო შორს თუ წავალთ, როცა ჯერ არც ილია იყო, მეტიც არც კონორ მაკგრეგორი და უფრო მეტიც არც UFC იყო ასე პოპულარული, ჯერ კიდევ იმ პერიოდში ტრამპი საბრძოლო ბიზნესით დაინტერესებული იყო. ძველ ფანებს გემახსოვრებათ ორგანიზაცია Affliction-ი, დაახლოებით 2008-2009 წლებზე არის საუბარი, მაშინ იარსება დამოუკიდებლად. აი ამ ორგანიზაციაში ტრამპს ჰქონდა ყველაზე დიდი აქციები.
დიდი არაფერი ორგანიზაცია იყო, თუმცა ერთი გამორჩეული ბრძოლა ემელიანენკო არლოვსკის სახით მაინც გვაჩუქა. იმას უსვამ ხაზს, რომ შეიძლება ტრამპს მანიაკალური განდიდების მანია აქვს, მაგრამ 10 წლეულებია საბრძოლო ბიზნესით დაინტერესებულია და ერთი ორგანიზაციის უმსხვილესი მეწილე თავად იყო. ჩემი აზრით, თეთრ სახლში გამართული UFC არა ჯანსაღპიროვნული კულტიდან გამომდინარე ამბიციებს უკავშირდება, არამედ მარკეტინგული სვლა არის და ერთგვარი დემონსტრირება, რომ ტრამპს სპორტში და განსაკუთრებით საბრძოლო ხელოვნებებში პატივსცემენ და დიდ ავტორიტეტად მოიაზრება. სხვა პრეზიდენტებს არასდროს გაუჩნდათ იდეა, რომ UFC თეთრ სახლში ჩაატარონ, სამაგიეროდ ტრამპი MMA-ის ისტორიაში შევა როგორც პირველი პრეზიდენტი, რომელმაც ღონისძიება ჩაატარა თეთრ სახლში. არ მგონია ის ადამიანი თავს რომის იმპერატორად მოიაზრებოდეს, რომელმაც ირანში ცხვირი წაიმტრია და მთავარი პოლიტიკური დაპირება რაც ჰქონდა საგარეოს გულისხმობა ამ შემთხვევაში რუსეთ-უკრაინის ომის დასრულება, ვერ შეძლო. თანაც რომის იმპერატორს ჭირდება დიდი არენა. ნახეთ, თავიდან ტრამპმა თქვა, რომ 25,000 ადამიანს უმასპინძლებდა თეთრი სახლი. თუმცა პრეზიდენტის უსაფრთხოების საიდუმლო სამსახურის დაჟინებით, უსაფრთხოების გამო ეს რიცხვი 5,000 ადამიანამდე შემცირდა. აქედან დაახლოებით 1200 ბილეთი არმიის მოქმედ წევრებს გადაეცათ, პრეზიდენტის პირადი კვოტა დაახლოებით 1000 ადამიანი იყო. არაოფიციალური ინფორმაციით დაურიგა უფრო ოჯახის წევრებს, მათ მეგობრებს, მათ ოჯახის წევრებს, სპონსორებს, დონორებს, პოლიტიკურ მოკავშირეებს, ბიზნეს წარმომადგენლებს და ასე შემდეგ. დანას პირადი კვოტა იყო 200 ბილეთი და კიდევ 200 ადგილი გადაეცა Media Holding TKO გრუპის წევრებს. დანარჩენი გადანაწილდა თეთრი სახლის ადმინისტრაციის თანამშრომლებზე, უსაფრთხოებას და ოფიციალურ პირებზე და ნაწილი გაყიდეს. სულ ეს იყო. დამინჯერეთ, თუ ტრამპს ენდომებოდა თავის სიდიადის წარმოსაჩენად ტურნირის ჩატარება, ის 5,000 კაცს არასდროს დასჯერდებოდა. შეარჩევდა განსხვავებულ ადგილს, სადაც დაცვა ეტყოდა, რომ კი, აი აქ შეგიძლია თუნდაც მილიონი ადამიანი მოიყვანოთ, ამას პირობითად ვამბობ და მართლა რომაულ სანახაობას მოაწყობდა. UFC-მაც აღნიშნული ღონისძიებით სპორტული სამყაროს ისტორია დაწერა. ვაუ ეფექტი ნამდვილად მიიღეს, მიუხედავად უკმაყოფილებისა და ფანების შეზღუდული რაოდენობისა, თეთრ სახლში ჩატარებული ტურნირი ცნობადობისთვის და სპორტის დონის ხაზგასასმელად ფიქრობ დიდი მიღწევაა. ეს საკითხი რომ ამოვწუროთ, მე პირადად ასე ვუყურებ, რომ ეს იყო უბრალოდ პოლიტიკური სვლა. ტრამპმა ირგვლივ შემოიკრიბა ცნობილი ხალხი, გავლენიანი ადამიანები, ბიზნესმენები და ამორჩეველს აჩვენა, რომ აი ხომ ხედავთ, ისინი ძველებურად ისევ ჩემს გვერდით დგანან, ისევ მენდობიან. ჩემი აზრით, თავარი მოტივი ეს იყო, რატომაც თეთრ სახლში ჩაატარა. ცივსისხლიანი პოლიტიკური სვლა და არა რაიმე ფანატიკური ან მანიაკალური. ასევე დანა ვაიტს მისცა შანსი, რომ ისტორიული ღონისძიების ნაწილი მისი ორგანიზაცია ყოფილიყო. UFC რა თქმა უნდა კონკურენციას ვერ უწევს ვერც ფეხბურთს, ვერც კალათბურთს, მაგრამ ყველაზე სწრაფად მზარდი სპორტია, მას აწყავს თავის საკმაოდ მოზრდილი აუდიტორია და ამ აუდიტორიაში ტრამპი პლუსებს იწერს. გადავიდეთ ახლა ბრძოლაზე. ჯასტინ გეიჯი სანამ UFC-ში მოვიდოდა, ჩემთვის ნაკლებად საინტერესო იყო. უბრალოდ ერთადერთი რაც მის შესახებ ვიცოდი იყო ის, რომ პერსპექტიული ახალგაზრდა მებრძოლი არის, რომელიც თავის ორგანიზაციის ჩემპიონი არის და ასევე ცნობილი იყო, იცით რით? ცალხელა მებრძოლს შეხვდა. საუბარია ნიკ ნიუელზე, რომელსაც ერთი ხელი არ აქვს და პროფესიონალი მებრძოლი იყო. არ იყო რა თქმა უნდა სასიამოვნო სანახავი ეს ბრძოლა. გეიჯი მაინც ცდილობდა რომ დაენდო. ზოგადად რა არის იცით, რომ არ არის ცუდი ტიპი. კეთილი ადამიანია ჩემი აზრით გეიჯი. და იმ ბრძოლაშიც რაღაცნაირად ცდილობდა ეჩვენებინა, რომ თანაბარი შესაძლებლობების ადამიანები ვართ და ასე შემდეგ. მაგრამ ეს ვიდეო ვირუსულად გავრცელდა სოციალურ ქსელში და გეიჯის პოპულარობაში პატარა, მაგრამ რაღაც წვლილი მაინც შეიტანა. 2017 წელს შედგა ჯასტინის დებიუტი UFC-ში. მისი პირველი მოწინააღმდეგე იყო გამოცდილი მტკიცე საშუალო დონის მებრძოლი მაიკლ ჯონსონის სახით. ჯონსონი არაპროგნოზირებადი სპორტსმენია. შეიძლება ერთ დღეს მოეგო მასზე ბევრად უკეთესი მებრძოლისთვის და მერე ბევრად უარესისთვის წაეგო. მაგალითად მოუგო გლეისონ ტიბაუს და ედსონ ბარბოსას, მერე წააგო ნეიტ დიასთან. ნეიტონ დიასთან მარცხის შემდეგ შეხვდა დასტინ პორიეს და უგონოდ დაანოკაუტა. მერე ხაბიბ შეხვდა კი წააგო ის ბრძოლა, მაგრამ დგომში თავიდან საკმაოდ კარგი წინააღმდეგობა გაუწია. ზუსტად ამ ბრძოლის შემდეგ ხდებოდა ჯასტინ გეიჯის. ზუსტად მახსოვს ის დღე და ის გარემო, იმიტომ რომ დიდი ავანსები იყო გაცემული გეიჯიზე, ახალგაზრდა მშიერი მგელი მოვიდა UFC-ში, რომელიც მზად არის გადაყლაპოს მსუბუქ წონოსნები. და მე რატომღაც მაშინ ჯონსონისკენ ვიყავ, იმიტომ რომ მაინც ვეტერანი არის, დამსახურებული მებრძოლი და მინდოდა რომ მას მოეგო. როცა დაიწყო შეხვედრა, გადაუარა ჯონსონმა სასტიკად სცემა.
წონას წორობასაც კი ვერ ინარჩუნებდა გეიჯი, იმდენად მძიმე დარტყმები გაატარა, ბარბაცებდა აი ჩიკენ ლეგს რასაც უწოდებთ, ის ჭირდა და ბევრი რეფერი ალბათ გააჩერებდა ბრძოლასაც. მეც ისე ვიყავ რომ აი ამით როგორ აშინებდნენ სუბუქ წონოსნებს, როცა მაიკლ ჯონსონსაც კი ვერ უწევდა წინააღმდეგობას. და უცებ ამ ნახევრად ცოცხალი, ნახევრად მკვდარი მდგომარეობიდან გეიჯიმ ბრძოლა შემოაბრუნა და ჯონსონი დაანოკაუტა. ზომბი იყო ტიპი და უმძიმესად დაანოკაუტა ჯონსონი. ამის შემდეგ ზედიზედ 2 წააგო და მერე დაეწყო აღმასვლა. რა თქმა უნდა, ჰქონდა მარტივი ბრძოლებიც, პირველ რაუნდში დააფინიშა სამი მოწინააღმდეგე, მაგრამ მთლიანობაში გეიჯის სტილი იყო ღია, უკომპრომისო, დიდად ინტელექტით არასდროს გამოირჩეოდა, ყოველთვის ღია პირით სუნთქავდა, არ იყო შეკრული მებრძოლი, კი ჰქონდა და აქვს მძიმე დარტყმები, მაგრამ თვითონაც ბევრს უშვებდა. და როცა იგებდა მიუხედავად იმისა, რომ ზიანი თვითონაც ზიანდებოდა, ძირითადად იგებდა იმიტომ, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ამტანი იყო. ჩემი აზრი ასეთია, რომ გეიჯი არასდროს იყო ტოპ დონის მებრძოლი. ყოველთვის იყო კარგი, სახიფათო სპორტსმენი, მაგრამ ისე ხდებოდა, რომ მის წონაში ტოპებთან ყოველთვის მარცხდებოდა. დამარცხდა ხაბიბთან, ოლივეირასთან, ჰოლოვეისთან, ალვარესთან და პორიესთან. უბრალოდ ამათ რემატჩები მოუგო. პორიესთან მაშინაც აგებდა, სანამ ის უეცარი ჰედკიკი კი არ გაატარა და გაითიშა. კომენტარებში წერდნენ, რომ რა უქნა ილიას სახესო, შეიძლება ხელთათმანებში ედო რაღაცეებიო. ჯერ ერთი ეგ სახის კანზე არის დამოკიდებული. ვიღაცას უფრო მარტივად ემჩნევა სილურჯეებით დაზიანება, ვიღაცას უფრო ნაკლებად. აი მაგალითად, ემელიანენკოს პატარა დარტყმებზეც კი ეგრევე ჰემატომები და სილურჯეები ჰქონდა ხოლმე. ეს შეფასებაც გამოწვეულია იმით, რომ ჩვენ საყვარელ სპორტს უამრავი ახალი გულშემატკივარი შემოერთა, რომელსაც ბევრი რაღაც ჯერ ნანახი არ აქვს. ამიტომ მე გირჩევთ, რომ ნახოთ გეიჯი ფერგიუსონის ბრძოლა. თან მაშინ კორონავირუსი იყო, დარბაზში ადამიანები ვერ ესწრებოდნენ და კარგად ისმის დარტყმების ხმა. ზოგადად ძალიან მაგარი ბრძოლაც არის. ამიტომ ჩემი რჩევა არის, როცა ამ ვიდეოს დაასრულებთ, თუ არ გაქვთ ნანახი, აუცილებლად ჩაუჯდეთ იმ შეხვედრას. თუნდაც პედი პიმბლეტი ავიღოთ, მისი სახეც არანაკლებ დაზიანებული იყო. ასეთი არანორმალური დარტყმები აქვს და დიდ ზიანს აყენებს მოწინააღმდეგეს. არიან ასეთი მებრძოლები. შეიძლება ყოველთვის ვერ დააფინიშოს, როგორც ამას თოფური აკეთებდა ხშირად, მაგრამ უსასტიკესი დარტყმები აქვს. გეიჯი ხშირად გადიოდა ასე ჯოჯოხეთებს, რომ ფიქრობ, აი ერთი დარტყმაც და დაეცემა მოკვდება. მაგრამ იტანდა. ასეთი გენეტიკა აქვს, ორგანიზმი, ძვლები და ასე შემდეგ. არიან ასეთი მებრძოლები. მაშინ მის სხვა ბრძოლებსაც თუ ნახავთ, შეიძლება იგივე შეკითხვა დაგებადოთ, რომ ეს ან დოპინგზია, ან სხვა რაღაც აკრძალულ ნივთიერებას მოითხოვს. არიან ასეთი მებრძოლები, რომელიც ან შემოგაკვდება, ან უნდა დააფინიშო, ან დეკლასი უნდა ჩაუტარო. კრივში მაგალითად გეიჯიზე ბევრად მაგარი ბიჭები იყვნენ. არტურო გატი, დიეგო კორალესი და მაგათ ბრძოლებს რომ უყურებს, სულ ფიქრობ, რომ სად გადის კი, მაგრამ ის ადამიანური შესაძლებლობების ზღვარი, რომლის იქით, უნდა მოკვდეს მაშინ. სულ ეგეთ შეგრძნება ქონდა, რომ აი ახლა შეიძლება მოკვდეს, მაგრამ არა მხოლოდ იტანდნენ, არამედ მკვდარი ბრძოლები აქვს შემოbrunებული და არაერთგზის. თითქმის სულ ასეთი ჯოჯოხეთი ბრძოლები აქვს გეიჯის. ხან აგებს, ხან იგებს, მაგრამ მუდმივად ასეჩხუბობს. ტიპს UFC-ში მხოლოდ ერთადერთ ბრძოლაში არ აქვს ბონუსი. ეგეც ხაბიბთან. დანარჩენ ბრძოლებში ან პერფორმანსი აქვს, ან ტურნირის ბრძოლა მისი ხდება ხოლმე. ამ ადამიანს მთელი თავის ჯანმრთელობა და ნებისყოფა ამ სპორტისთვის აქვს შეწირული. მერერა რომ არ არის ტოპ დონის მებრძოლი. მართლა ყველაფერი მისცა ამ სპორტს და ნებისმიერი ნეიტრალური ფანისთვის გეიჯი ყოველთვის პატივისცემას იმსახურებდა. მასზე ცილისწამება რომ დოპინგზე იყო, ხელთათმანებში ედო რაღაც, მაქინაციას მიმართა და მარტივი გზები აირჩია, სულ მცირე არასწორი შეფასებაა. პირიქით გეიჯიზე არ ითქმის, რომ როდისმე მარტივი გზა ქონია, ოქტაგონზე გადიოდა, ჯანმრთელობას ტოვებდა, აბსოლუტურად ყველაფერი აქვს დატოვებული ოქტაგონზე. ან ჯოჯოხეთებს აწყობდა, ან ჯოჯოხეთებს უწყობდნენ. ამიტომ პატივი ვცეთ ამ მებრძოლს, რომელიც ობიექტურად, აი სულით ხორცამდე მეომარია, ფარით ამ ფარზე მაგალითია. რაც შეეხება უშუალოდ ჩვენ ბრძოლას, მე თავშივე ვიტყვი, რომ როგორც მებრძოლები, ილია და ჯასტინი, საერთოდ არ არიან ერთი კალიბრის. ბევრად სრულყოფილია ილია, აი ბევრად. ეს წაგებაც კი მის მემკვიდრეობას ჩრდილს საერთოდ არ აყენებს. როი ჯონსმა სასტიკი ნოკაუტებით წააგო დენის ლებედევთან და გლენკოვ ჯონსონთან. და რა ეს წაგებები მის მემკვიდრეობას ხაზს უსვამს? არანაირად. ამას იმიტომ კი არ ვამბობ, რომ ილია ქართველია. ობიექტური რეალობაა ეს. ჯასტინი ვერასდროს იქნება ილიას დონის. საერთოდაც მე თუ მკითხავთ, ჯასტინი სულ არ იმსახურებდა ტიტულზე ბრძოლას, უბრალოდ მთელი რიგი მოვლენები ისე დაემთხვა ერთმანეთს, რომ მას შეხვდა ეს შანსი. ბრძოლის დაწყებიდან თოფურია მალევე მიიღო არაკომფორტული ზიანი და თუ არ ვწდები, პირველივე წუთიდან სისხლის დიოდა. ზოგადად ილიას კარგი დაცვა აქვს, მაგრამ დარტყმებს ხშირად უშვებს ხოლმე. თვითონაც ძალიან ამტანია. გეიჯი კი ვაკეთ წეღან, მაგრამ ილიაც არანაკლებ ჯოჯოხეთიდან გამომწროლა, მაგალითად ჯაი ჰერბერტთან.
უბრალოდ გეიჯი სულ ასია და ილია კიდე პირიქით სუპერ დომინანტური მებრძოლია. ასევე არ იყო ძველებურად სწრაფი და რეაქციაც თითქოს შენელებული ჰქონდა. აი გეიჯი მარტივად უტევდა ჯებებით. შეიძლება ნატურალური მსუბუქწონოსანი მართლა არ არის. ეს ჯერ კიდევ ალბათ დასატესტი იქნება, მაგრამ ხომ გახსოვთ ფანები იმასაც ითხოვდნენ, რომ 77-ში ასულიყო. თავარი გარდამტეხი მომენტი ჩემი აზრით მოხდა მეორე რაუნდში, როცა თოფურიამ ტანში ისე ძლიერად ურტყა გეიჯის, რომ როცა დაეცა, აი უბრალოდ რომ გამოსულიყო და არ ჩაყოლოდა, შეიძლება საჭსაც გაეჩერებინა. მან მართლა გადარჩა რა გეიჯი, ბეწვის ხიც გადიოდა. და მე ასეთი მოსაზრება მაქვს, რომ მაგ მომენტში თოფურია კონკრეტული ადრესატისთვის ან ადრესატებისთვის რაღაცის დამტკიცებას ცდილობდა და დაფინიშების ნაცვლად გადაწყვიტა, რომ მტკივნეული ილეთით დაეფინიშებინა გეიჯი, რაც სამწუხაროდ არ გამოუვიდა, სამაგიეროდ საკმაოდ ბევრი ენერგია დაკარგა. მეორე რაუნდშიც იცმოდა გუნდი დახმები, რომ გადარჩენაზეა გადასულიო და მოვლენების ფორსირებას თხოვდნენ. აი თან სიმართლეც არის, კიდევ ვიმეორებ კორპუსში დატყმების დროს მართლა ახლოს იყო ფინიშთან, მაგრამ ამტანია რა და აიტანა. მერე გაუმართლა კიდე ცოტა გეიჯის, თუმცა ასეთი ზიანის დროს, როცა შენც აღარ ხარ უკვე იდეალურ კონდიციაში, გეიჯიზე იმის თქმა, რომ გადარჩენაზეა, ცოტა შეიძლება დამაბნეველი იყოს და არასწორი შეფასება მოხდეს მოწინააღმდეგის ძალების. თან თოფურია ხშირად უფრო ცივია, ვიდრე იმპულსური. არ ვიცი რატომ მოხდა მეორე რაუნდში, რატომ გადაწყვიტა ამის გაკეთება, მე ვერ გეტყვით. ზოგჯერ კიდევ ვიცით რა არის, რომ მებრძოლის დაღლილობასა და ენერგიაზე ხშირად მოქმედებს კლიმატი. ერთი ასეთი მებრძოლი იყო მძიმეწონოსანი კეინ ველასკესი, რომელიც ნამდვილი ტერმინატორი იყო. აი როგორც კი დაიწყებოდა ბრძოლა, წარმოიდგინეთ მძიმეწონოსანზე არის საუბარი, 5 რაუნდის განმავლობაში მიდიოდა წინ, ისროდა უამრავ დარტყმებს, თან ჭიდაობის მაღალი დონე ჰქონდა და შეუჩერებელი იყო. 2015 წლის 13 ივნისში შეხვდა ფაბრისიო ვერდუმს და მეორე რაუნდის ბოლოს უკვე ძლივს უნთქავდა. მესამე რაუნდში კი წააგო და მძიმეწონის ჩემპიონის ტიტულიც დაკარგა. ველას შემთხვევაში ის კი არ იყო პრობლემა, რომ ბრძოლა მაღალმთიან ტერიტორიაზე ტარდებოდა. რადიკალურად განსხვავდებოდა სავარჯიშო პირობებისგან. კეინის გუნდი თან გვიან ჩაფრინდა ბრძოლის ადგილას. აკლიმატიზაციის პრობლემებთან ერთად, უბრალოდ ორგანიზმიც ვერ გადაეწყო ახალ კლიმატს. ზოგადად სიცხე მებრძოლებს უფრო ადვილად ხლის. თან როცა მის ბუნებრივ წონით კატეგორიაში არ არის. ეს ინდივიდუალურია, ზოგზე მოქმედებს ეს, ზოგზე არა. ასევე აი მებრძოლები უფრო კარგად გამიგებენ ახლა. ზოგჯერ არის ისეთი შემთხვევები, როცა შენზე ბევრად სუსტ და გამოუცდელ მოწინააღმდეგეს ესპარინგები და რაღაცნაირად ვერ ეწყობი. უაზრო დარტყმებს უშვებ, შენც გიკვირს თან, ვერ პოულობ ოპტიმალურ დისტანციას, ზედმეტ მოძრაობებს აკეთებ და რაღაცნაირად დაკარგული ხარ. უსიკი როცა შეხვდა რიკო ვერჰუენს. აი სად უსიკი და სად ვერჰუენი, ხო 100 თავით მაღლა დგას უსიკი როგორც მოკრივე. მაგრამ ხომ ნახეთ, არ იყო მისთვის კომფორტული მოწინააღმდეგე. ამაზე კარგი მაგალითი არის ტაისონ ფიური, ფრენსის ნგანუ. ტაისონ ფიური გაცილებით უკეთესი მებრძოლი არის ვიდრე ფრენსის ნგანუ. ანუ ერთი კალიბრიც კი არასდროს არ იქნება, რაც არ უნდა მოხდეს, მაგრამ დანოკდაუნდა, ვერც დისტანცია იპოვა, ვერც კომფორტულად გრძნობდა თავს, რაღაცნაირად დაკარგული იყო და ძლივს მოიგო ის ბრძოლა. ჩემი აზრი ასეთია, რომ შეთქმულების თეორიის ნაცვლად ჯობია, რომ მოწინააღმდეგეს პატივი ვცეთ, დავაფასოთ და ვთქვათ, რომ არ იყო ეს ილიას საღამო. დღეს უკეთესი ჯასტინ გეიჯი აღმოჩნდა, რომელიც უკეთესად იყო მომზადებული. ფორტუნაც მის მხარეს იყო და გეგმასაც მიუყვებოდა. ილია არ იყო ოპტიმალურ ფორმაში, მალე დაიღალა და იმ ზიანმაც თავის საქმე გააკეთა. ამ განტოლებიდან ერთი წამით, რომ ამოვიღოთ ილიას ეროვნება, შეიძლება არც არასდროს გვეფიქრა ან გვეჭვა იმაზე, რომ გეიჯის დოპინგი ჰქონდა, ხელთათმანებში რაღაც ედო და ასე შემდეგ. პირიქით, რომ არა ილიას ქართველობა, ბევრი ქართველი შეიძლება გეიჯისკენ ყოფილიყო, იმიტომ რომ ის ეპატაჟური სტილი, რაც გააჩნია თოფურიას, რომელიც ასე ძალიან მოგწონს, რომ არა მისი ქართველობა შეიძლება ბევრისთვის გამაღიზიანებელიც ყოფილიყო. უბრალოდ ჩვენიანი რომ არის განსაკუთრებულად გვიყვარს, განსაკუთრებულად შეგვტკივა გული და ისევ ქომაგობთ როგორც ოჯახის წევრს. ასეც უნდა იყოს, მაგრამ უშუალოდ მოვლენები ცივად უნდა შევაფასოთ, მით უმეტეს როცა საქმე წაგებას ეხება. ზოგადად რაღაცნაირად გვაქვს ყველგან და ყველაფერში მტრების და შეთქმულების თეორიების ძიება. აი ჩვენ პოლიტიკოსებს მთელი სამყარო ებრძვის და ვერ ამარცხებენ, UFC-ში მტრები ყავს და ასე შემდეგ. რაც შეეხება ალექსანდრე თოფურიას, რა თქმა უნდა, ჭკვიანური და ბრძნული გადაწყვეტილება მიიღო, რომ ბრძოლა გააჩერა.
ილია შეიძლება არ გაეჩერებინა და ამდენი დარტყმა ჯანმრთელობისთვის დამაზიანებელი იყო. დარწმუნებული ვარ, ალექსანდრესთვისაც არ იყო მარტივი გადაწყვეტილება, მაგრამ მამაცი და სწორი ადამიანია და მოხსნა თავის ძმა ბრძოლიდან. სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე მნიშვნელოვანი არც ერთი ტიტული არ არის სამყაროში. თქვენ ნახეთ, რომ როგორც კი ბრძოლა დასრულდა, პისიერად გადაიყვანეს საავადმყოფოში და ვის უნდა გაეშვა ასეთ მდგომარეობაში მეხუთე რაუნდზე. ასევე ნახეთ, ვრცელდება ეს ფოტო, სადაც ხელთათმანის ღია სივრციდან რაღაც მატერია ჩანს და ხალხი ერთმანეთს აქეზებს, აი ნახე რაღაცედო. მებრძოლები არც MMA-ში და მით უმეტეს არც კრივში შიშველი ხელთათმანით არ ბრძოლობენ, ანუ ხელთათმანის შიგნით მათ აქვს სპეციალური მატერია, ტეიპს უწოდებენ, რომელიც იდეაში იცავს თითებს დაზიანებისგან. მხოლოდ ამის გაკეთების შემდეგ იკეთებენ ხელთათმანსაც. ხელების დახვევის პროცესს ესწრება UFC-ს თანამშრომელი, იმ შტატის ათლეტური კომისიის წევრი, სადაც ტარდება შეჯიბრი და მთელი ეს პროცესი გადაღებულია. კრივში ხშირად მოწინააღმდეგე გუნდის წევრიც ესწრება. ეს ძალიან სტანდარტული პროცესია. თავარია ახლა რომ სერიოზული დაზიანება არაფერი არ აღმოჩნდეს, თანმიმდევრული მკურნალობა ჩაიტაროს და დაისვენოს. დაისვენოს როგორც ფსიქოლოგიურად, ისე ფიზიკურადაც, იმიტომ რომ ხომ გახსოვთ ბრძოლამდე რამდენიმე თვით ადრე თავადწერდა რომ რაღაც თავის პრობლემები აქვს და სჭირდებოდა გონივრული ვადა. არაერთი შემთხვევა არსებობს სპორტის ისტორიაში, როდესაც ცხელ გულზე გადაწყვეტილება მიუღია სპორტსმენს დაბრუნებულა სასწრაფოდ სპორტში და უარესი შედეგებით დაუმთავრებია. ილია არის ფენომენალური სპორტსმენი და ასეთების გზა ყოველთვის რთულია. ის ისტორიაში შევიდა როგორც 2 წონის ჩემპიონი, როგორც მონსტრი, რომელმაც ლეგენდები და მართლა ამ სპორტის გიგანტები პანტაპუნტით დაანოკაუტა. თითზე ჩამოსათვლელია UFC-ში 2 წონის ჩემპიონები და ერთ-ერთი ილია თოფურია. რა თქმა უნდა, როცა ასეთ დონეზე ხარ და ფეხი დაგიცდება, ყისიერად გამოჩნდებიან კრიტიკოსები და ის ადამიანები, რომლებიც ჩასაფრებულები იყვნენ, რომ ასეთ მდგომარეობაში ენახე. მახაჩევმა, ცარუკიანმა და კროუფორდმა დრო იხელთეს და იგზე თოფურიას მარცხზე დამცინავი კომენტარები გააკეთეს. სამაგიეროდ გამოჩნდნენ ისეთები, ვინც ილოს გვერდში დაუდგნენ, მაგალითად ჩიმაევი და კონორ მაგრეგორი. ესეც ამ სპორტის ნაწილია. მახაჩევსა და ილიას და ცარუკიანსა და ილიას შორის დიდხნიანი რომ არის დაწყებული სიტყვიერი დაპირისპირება, ეს ხომ კარგად ვიცით ისედაც. ისე მახაჩევისგან უფრო მქონდა რატომღაც მოლოდინი, რომ უფრო ღირსეულ პოზიციას დაიკავებდა ვიდრე ცარუკიანი, მაგრამ ორივე ერთნაირი აღმოჩნდა. მე მინდა რომ ჩვენ როგორც საზოგადოება წაგების დროს ღირსეულად ვიდგეთ და ვაღიაროთ რომ კი დავმარცხდით. ასეც ხდება. ილიამ ვაშკაცურად იომა და სისხლის ბოლო წვეთამდე ოქტაგონზე იდგებოდა. ამაში ეჭვი არავის გვეპარება. კი ამ საღამოს გეიჯი უკეთესი აღმოჩნდა. დაიმსახურა მოგება და მოიგო. ჩვენ ხომ არ მოგწონს რომ მთაში მცხოვრები ტომები, ნაცვლად იმისა რომ ვაშკაცურად აღიარონ რომ დავმარცხდით მაგალითად მერაბთან ან სხვა მებრძოლთან, ნაცვლად ამისა აკეთებენ 1000 სულელეს, აი მილიონ მიზეს მოიგონებენ რომ ვარჯიშზე ფეხის თითი გაეკაწრა, ვარსკვლავები იმ დღეს არ იყო სწორად განლაგებული და ასე შემდეგ. ესეთი რაღაცები ხო არ მოგწონს. მაშინ ჩვენც ნუ ვაკეთებთ იგივეს. ხომ გვინდა რომ ამ იაფასიან მიზეზებზე მაღლა ვიყოთ და როგორც შეგვშვენის, ისე მივიღოთ მარცხიც. ჩვენ თუ ჩვენ თავთან არ ვიყავთ გულწრფელი, სხვა არც არავინ იქნება და ეს მხოლოდ სპორტს არ ეხება, აბსოლუტურად ყველა სხვა დანარჩენ მიმართულებას. ილიას უსურვებ ჯანმრთელობას და კარგ ხარისხიან დასვენებას, ჩვენ ქართველებს კი იმას, რომ ყოველთვის გქონდეს იმის მიზეზი, რომ ერთმანეთით მუდმივად ვიამაყოთ. თუ მოგეწონათ ვიდეო, დალაიქეთ და გამოიწერეთ არხი, ვისაც სურვილი გაქვთ, შეგიძლიათ გახდეთ ჩემი ფასიანი მხარდამჭერი Patreon-ზე, ან ეს უბრალოდ გააკეთოთ ფასიანი Telegram-ის მიხედვით. ლინკები იქნება აღწერაში. დროებით.